გამარჯობათ. რა ესაქმება სასულიერო პირს ასეთ თემებთან? რატომ უნდა ქადაგებდეს მღვდელი კოსმოსში მოგზაურობაზე? წესი და კანონით ამას უნდა აკეთებდნენ მეცნიერები, ასტრონომები, ფიზიკოსები, მათემატიკოსები. ისინი, ვინც ამ საქმეში ერკვევა. მაგრამ აქ არის ერთი მაგრამ. აწყობთ მეცნიერებს სიმართლე, თუ თავისი გრანტები და თანამდებობები ურჩევნიათ. ადამიანს ეშმაკმა შთააგონა, რომ ადრე თუ გვიან მოვა დრო, როცა კაცობრიობა შექმნის რაღაც ახალ ტექნოლოგიას, ხომალდებს, სინათლის სიჩქარით, ან კიდევ უფრო მეტი სიჩქარით იმოგზაურებს კოსმოსში და აითვისებს ახალ პლანეტებს, გალაქტიკებს. მაგრამ როგორია სიმართლე? როგორც მეცნიერები ამბობენ, სინათლის სიჩქარით გადაადგილებას სჭირდება რაღაც წარმოუდგენელი რაოდენობის ენერგია, აჩქარებასაც და დამუხრუჭებასაც. უხეშად რომ ვთქვათ, მზე უნდა გამოიბათ და სადაც წახვალთ, თან უნდა ათრიოთ. მასის ზრდა გამოიწვევს ენერგიის გაზრდილ მოთხოვნილებას. მეტი ენერგიის მესაღებად კი უფრო დიდი მზე დაგჭირდებათ. ფიზიკის და მათემატიკის კანონებით კაცობრიობა ჩაკეტილია მზის სისტემაში და ვერასოდეს ვერ მიაღწევს უახლოეს ვარსკვლავსაც კი. ამასთან ერთად არსებულა ასეთი მოვლენა სივრცის გაფართოება ჰქვია, თურმე კოსმოსი თვითონ სივრცე სინათლის სიჩქარეზე უფრო სწრაფად ფართოვდება და თქვენ რომც სინათლის სიჩქარით იფრინოთ, მაინც ვერ დაეწევით, იმიტომ ის უფრო სწრაფად გშორდებათ. რაც შეეხება თვითონ მზის სისტემას, მოგზაურობას ღია კოსმოსში, დასახლებას მთვარეზე, მარსზე. კოსმოსში მოგზაური ადამიანი თურმე იღებს ისეთი რაოდენობის რადიაციულ დასხივებას, რომ მაშინაც კი, როცა მზე ჩუმადაა და ამოფრქვევები არ ხდება. ერთწლიანი მოგზაურობა საკმარისია, რომ ადამიანი უკურნებლად დაავადდეს. დედამიწაზე რადიაციული ფონი ყოფილა 2 მილიზივერტი წელიწადში. ღია კოსმოსში ეს არის 2 მილიზივერტი დღეში. მზის ამოფრქვევების დროს რადიაციული ფონი 1000-ჯერ იზრდება და ადამიანი ერთ დღეში იღებს სასიკვდილო დოზას. მთვარეზე რადიაცია 200-ჯერ მეტია, ვიდრე ჩვენთან, მარსზე 100-ჯერ მეტი, იუპიტერის ერთ-ერთ თანამგზავრზე 500,000-ჯერ მეტი. ანუ მასთან მიფრენილი ადამიანი მის ზედაპირამდე ვერ მიაღწევს, გზაში მოკვდება. კოსმონავტი ჯანმრთელი რომ წავიდეს, იქ უკვე დაავადებული ჩადის, ოღონდ იმ პირობით, რომ იქაც რადიაცია ელოდება. კოსმოსური მგზავრობები ეს ყოფილა გასეირნება ჩერნობილში, ოღონდ უფრო უარესი შედეგებით. ყველაზე უფრო გამძლე მიკროორგანიზმებიც კი მხოლოდ დროებით რამდენიმე დღე ძლებენ და შემდეგ ისინიც კვდებიან. ირღვევა დნმ სტრუქტურები და ორგანიზმი იშლება. კოსმოსში რადიაციული საფრთხე ისეთი სერიოზული ყოფილა, რომ მზის აქტივობების დროს თვითმფრინავებს ეკრძალებათ პოლუსების სიახლოვეს ფრენა, რომ არ მოხდეს ეკიპაჟისა და მგზავრების დასხივება. დაბალი მიზიდულობა ასევე ანგრევს ორგანიზმს. იფიტება ძვლები, ატროფირდება კუნთები, იცვლება გულისა და სისხლძარღვების ფორმა. ადამიანის თვალის ფორმა, რის გამოც დიდი ალბათობით ადამიანი ბრმავდება. დედამიწის გარეთ ჩასახული ბავშვი იქნება დეფექტური ან არასიცოცხლისუნარიანი და ვერასოდეს შეძლებს დედამიწაზე დაბრუნებას. ღმერთმა მხოლოდ აქ შექმნა სიცოცხლე, აქ გააშენა თავისი ბაღი. ამიტომ მისი ნაკეთობები აქ უნდა ცხოვრობდნენ. ქიმია ბიოლოგიის კანონებით კაცობრიობა ჩაკეტილია დედამიწაზე და როგორც ღვთისგან არ შექმნილ ჰიბრიდებს, აი მაგალითად ჯორს, არ ყავს შთამომავლობა, არ აქვს მომავალი, ასევე ადამიანს ამ პლანეტის მიღმა არ აქვს მომავალი. მორიგი მეცნიერული ტყუილი მიმართულია იქითკენ, რომ
ამ პლანეტას ადამიანის თვალში დაეკარგოს ფასი. მერე რა თუ მოხდება ატომური ომი, ან მოვსპობთ ეკოლოგიას, ან შევცვლით კლიმატს, მერე რა, წახვალ სხვაგანი ცხოვრებო. მაშინ როცა ასეთი პლანეტა მხოლოდ ერთადერთია მთელ სამყაროში. მოვიშოროთ ჩვენი გონებიდან ცრუ აზრები. ეშმაკი არის სიცრუის მამა. რაც ნაკლები სიცრუე იქნება ჩვენს ორგანიზმში, ეს არის რომ რაც ნაკლები შხამები იყოს. როდესაც ბავშვობიდან ადამიანი ისმენს ტყუილებს, ერთმანეთზე მიყოლებით, ყველა სფეროზე, მხოლოდ სიცრუე, სიცრუე პოლიტიკაში, სიცრუე ეკონომიკაში, სიცრუე ოჯახურ ცხოვრებაში, სიცრუე რელიგიებზე, ეს გროვდება, ადამიანი გიჟდება და იშლება და მერე ხდება ის, რაც ხდება. ვისწავლოთ სახარება და მოვიშოროთ სიცრუე ჩვენი გონებიდან. ღმერთო გაგახაროთ.